ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 22. ემი უდრის 0.2 კილოგრამი მასის თავისუფლ ვარდნილ სხეულზე ერთდროულად დაიწყო მოქმედება ურთიერთმართობულმა 3 ნიუტონმა და 6 ნიუტონმა სიდიდის ჰორიზონტალურმა ძალებმაო, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულის აჩქარება ამის შემდეგ. კი ბატონო, ესე იგი მოდით გავადიდოთ ეს სურათი და შევხედოთ რა გვაქვს ახლა აქ მოცემული. პირველ რიგში მასა, აღნიშნოთ რომ მასა m, ამ სხეულის მასა არის 0.2 კილოგრამი. მაშინ ეს mg ძალა, რომელიც ქვემოთ არის მიმართული, რის ტოლი იქნება? ეს ტოლი იქნება 0.2 ჯერ მასა გამრავლებული 10-ზე, 2 ნიუტონის, ხო? 2 ნიუტონის. ნუ პირობითად ეს იყოს f1 ძალა და ეს 6 ნიუტონს დავარქვათ f2 ძალა. მოდით ჯერ პირველ რიგში ჩვენ რეალურად გვაინტერესებს ტორქმედი ძალა, ხო, ამ სამი ძალის. პირველ რიგში მოდით ეს არის მართი კუთხე, ხო? ეს არის მართი კუთხე. შესაბამისად, აი აქაც, აი ეს კუთხეც არის მართი და აი ეს კუთხეც არის მართი, ხო? ეს სამივე ძალა ურთიერთ მართობ სიბრტყეში არის, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, რა გამოგვივა ახლა ჩვენ თუ ავიღებთ f1-სა და mg-ს ტოლქმედს, ხო? ეს იქნება აი ეს ძალა, აი ეს ძალა იქნება. მადი ამას დავარქვათ f' და f' ეს ტოლი იქნება, f' ტოლი იქნება კვადრატული ფესვი f1-ის კვადრატს პლუს mg-ს კვადრატი. ეს ტოლი იქნება f1 არის 3, ესე იგი 3-ის კვადრატ 9-ს დამატებული mg-ს კვადრატი 4, ხო? 4 მივიღეთ ფესვი 13, ესე იგი ფესვი 13 გამოგვივიდა f1. და მეორე მხრივ ეს f' და f2 დი კარგად დავხაზოთ. ვიყენებთ პარალელოგრამის შეკრების წეს ვექტორების იქნება აი ეს ვექტორი, ხო? ესებას დავარქვათ f2', სადაც f2' რა იქნება დავწეროთ, f2' იქნება კვადრატული ფესვი, პითაგორას თეორემას ვიყენებთ. კვადრატული ფესვი f'-ის კვადრატს პლუს f2-ის კვადრატი. ეს ტოლი იქნება f' მივიღეთ ფესვი 13, ფესვი 13-საც რო კვადრატში ავიღებთ 13-ს მივიღებთ, დამატებული f2 არის 6, 6-ის კვადრატი მოგცემს 36-ს, ასე. ეს ტოლი იქნება ფესვი 49, რაც არის 7-ის ტოლი. 7-ის ტოლი. ესე იგი f2' არის ამ სამი ძალის ძალთა ტოლქმედი, რომელიც სხეულს მასის სხეულს ანიჭებს აჩქარებას და ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე ტოლი უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავის, ხო? აქედან აჩქარება, საძიებელი აჩქარება ტოლი გამოგვდის f2' ტოლქმედი შეფარდებული მასაზე, ეს ტოლი იქნება f2' მივიღეთ 7, შეფარდებული მასა არის 0.2. ეს არის 7 გაყოფილი 2/10-ზე, ანუ 70 რიცხვებსაც და მნიშვნელობასაც თუ 10-ზე გავამრავლებთ. და ახლა გამოგვდის 70 გაყოფილი 2-ზე გამოგვდის, რაც 35 არის. ეს 35 კიდევ იგივეა, რაც 3.5g, რადგანაც g 10 არის და 3.5-ს თუ 10-ზე გავამრავლებთ, კი მივიღებთ ჩვენს ძალას, ხო? ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ, რასაც ვეკითხებიან, აჩქარება ტოლი ყოფილა 3.5g-ს. ეს არის პასუხი A.